განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენი წინა ორი საუბარი მოგეხსენებათ დაეთმო მეორე საუკუნის უდიდესი ღვთისმეტყველის წმინდა ირინეოს ლიონელის ცხოვრება, მოღვაწეობას, მისი შრომების ზოგად მიმოხილვას და როგორც ამ საუბრებში არაერთგზის ხაზს უსვამდით და აღნიშნავდით, განსაკუთრებულ ყურადღებას ამ ზოგად მიმოხილვათა შემდეგ გავამახვილებდით მის ღვთისმეტყველებაზე, საღვთისმეტყველო მოძღვრებაზე, რადგანაც აღნიშნული მოძღვრის განსაკუთრებული ავტორიტეტი საეკლესიო ისტორიაში სწორედ მისი ღვთისმეტყველური სწავლებების სიღრმით არის განპირობებული. რა თქმა უნდა, ეს მხარე მისი საღვთისმეტყველო სწავლებანი თავისთავად უაღრესად მოცულობითია და ცალკეული მკვეთრად ნიშანდობლივი ციტატების მოხმობით ჩვენ შევეცდებით იმ უარსებითესის, უმთავრესის შეძლების და გვარის სისრულით წარმოჩენას, რაც ირინეოსის ღვთისმეტყველების და მისი როგორც ღვთისმეტყველის სპეციფიკასა და პროფილს ქმნის. უპირველესად აღნიშნავთ იმას, რომ წმინდა ირინეოსის როგორც ღვთისმეტყველის განსაკუთრებული მნიშვნელობა აუცილებლად ორი ასპექტით განისაზღვრება. პირველი, მან და ეს ადრეც არაერთგზის აღვნიშნავს, გამოააშკარავა გნოსტიციზმის მეორე საუკუნის ამ ყველაზე მკვეთრად გამოხატული ერესის, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით ერეტიკულ მიმდინარეობათა კრებულის და ნაკრების ფსევდოქრისტიანული არსი. მაშინ როცა გნოსტიკოსები, ეგრეთ წოდებული ქრისტიანი გნოსტიკოსები, სწორედ ჭეშმარიტ ქრისტიანობას იჩემებდნენ. ამრიგად, ირინეოსის ანტიერეტიკული მოღვაწეობა ეს გახლავთ პირველადი მისი როგორც ღვთისმეტყველის მნიშვნელობის წარმოსაჩენად. რა თქმა უნდა, გნოსტიციზმის წინააღმდეგ ცხადია, მხოლოდ ირინეოსი არ იბრძოდა, ის სხვა თანამოღვაწე მამებთან ერთად უპირისპირდებოდა ამ საშინელებას, იმ დროინდელ მეორე საუკუნის ამ საშინელებას, მაგრამ ამ ანტიგნოსტიკოს საეკლესიო მამათა შორის მისი ღვაწლი მაინც განსაკუთრებულია და ალბათ ეს ღვაწლი ირინეოსისა კონკრეტულად გნოსტიციზმის წინააღმდეგ და მისი როგორც ანტიერეტიკოსის ჭეშმარიტად გამორჩეული სახე ზოგად საეკლესიო ანტიერეტიკულ ისტორიაში უფრო მკვეთრი იქნება და უფრო გაცხადებული, უფრო ნათელი ქართველი მკითხველისათვის, თუ მოხერხდება მისი უმთავრესი შრომის, ჩვენს მიერ ადრე ხსენებულის და საზოგადოდ ხშირად ხსენებულის 5 წიგნედის მხილება და დამხობა ცუდცოდნისა, თუ მთლიანობაში არა დიდწილად მაინც ქართულად თარგმნა. ეს სამუშაო მიმდინარეობს და დარწმუნებული ვართ, რომ ღვთისმადლით ალბათ განსრულდება კიდეც. მეორე მხარე, რაც ასევე ირინეოსის როგორც ღვთისმეტყველის მნიშვნელობას გვიცნობიერებს, ეს გახლავთ ის, რომ მწვალებლობათა განქიქების ჟამს მან დაიცვა ჭეშმარიტება ქრისტიანული მოძღვრების ისეთი დოგმატებისა, რომლებიც უარყოფილი ან შეცვლილი, ესე იგი დამახინჯებული იყო გნოსტიკოსთა მიერ. ძველთაგანვე დამკვიდრებული ტრადიციით სწორედ ამის გამო იმსახურებს წმინდა ირინეოსი ქრისტიანული ღვთისმეტყველების ერთ-ერთი დიდი მესაფუძვლის სახელს. და ამგვარი მესაფუძვლეობა თავისთავად ცხადია, ალბათ ამას არ სჭირდება სპეციალური განმარტება, მაგრამ მაინც ხაზს გავუსვამთ, გულისხმობს არა რაიმე ახლის აღმოჩენას, როგორც საზოგადოდ ნებისმიერი სხვა მოძღვრების ისტორიაში ფასდება ესა თუ ის პიროვნება, ესე იგი პიროვნება ჩვეულებრივ იქნება ეს რომელიმე მოძღვრების ისტორია და იქნება ეს ზოგადად ლიტერატურის ისტორია, ფასდება რაღაც ორიგინალობით, მხოლოდ მისგან შემოტანილი მისეული თავისთავადი თვალსაზრისების თუ მსოფლმხედველობრივ სახეობრივი სისტემის მიხედვით, აი თუ ეს არის განმსაზღვრელი ნებისმიერ სხვა ტრადიციაში, საეკლესიო მოძღვრების ისტორიაში, ორიგინალობა, მოძღვრებაში სიახლის შემოტანა არათუ ღირსებად მიიჩნევა, არამედ უკიდურეს უღირსებად, რაც ანათემას ექვემდებარება. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ ირინეოსი ქრისტიანული ღვთისმეტყველების ერთ-ერთი დიდი მესაფუძვლია, აქ მესაფუძვლეობაში, რა თქმა უნდა, გულისხმობთ არა რაიმე ახლის წარმოჩენას, არამედ პირიქით ყოველივე სამოძღვრო სიახლის უარყოფას და მხოლოდ ძველი, თავდაპირველი, ანუ სამოციქულო გადმოცემის განმარტება დასაბუთებას. წმინდა ირინეოსის მოღვაწეობის სახე ჩვენი აზრით მაინც მისვე სიტყვებში ვლინდება ზედმიწევნით და ეს სიტყვები, რაც მისი ზემოხსენებული ნაშრომის მეორე წიგნის 26 თავშია, ასე წარმოითქმის, ქართულად შეგვიძლია ასე გადმოვიტანოთ.
უმჯობესია და უფრო სასარგებლო, რომ უმეცარნი ან მცირედ სწავლულნი ვიყოთ და სიყვარულის გზით მახლობელნი გავხდეთ ღვთისა, ვიდრე მრავალ სწავლულებად და გამოცდილებად წარმოვაჩინოთ თავი, ჩვენ სუფალს კი ცილს ვსწამებდეთ. ხოლო ცილის სწამებაში, უფლისადმი ცილის სწამებაში ჩვეულებრივ იგულისხმება პირადი მოძღვრებების შემოტანა საუფლო გამოცხადებით სიბრძნეში და საკუთარი თვალსაზრისებისამებრ გადათარგმნას, ანუ განმარტებას, ცხადია დამახინჯებულად განმარტებას და საკუთარ აზრებზე მორგებას გამოცხადებითი მოძღვრებისას. პირდაპირ შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ ირინეოსი არის ერთ-ერთი უდასაბამიერესი ადრეული უადრესის საეკლესიო ავტორი, რომელმაც სწორედ ცნებითი ენით, დოგმატური ტერმინებით გამოთქვა მთელი ქრისტიანული მოძღვრება. არა მხოლოდ ერთი ნაწილი, არამედ რამდენადაც აუცილებლობა იყო მის წინაშე ამისა, რა თქმა უნდა, ყველა ასპექტის სპეციალური დაზუსტების გარეშე, მაგრამ მაინც მთლიანად ქრისტიანული მოძღვრების გამოთქმა ტერმინოლოგიურად სწორედ ამ მოღვაწემ აღასრულა. შესაბამისად, განვიხილავთ რა მის ღვთისმეტყველებას, ისე როგორც ნებისმიერი სხვა მოღვაწის ღვთისმეტყველებას, ყველაზე უფრო მართებული გახლავთ თემატური მიმდევრობით გადმოვცეთ ის საღვთისმეტყველო ნააზრევი, რაც ამ შემთხვევაში წმინდა ირინეოსმა დაგვიტოვა. და ეს თემატური მიმდევრობა თავისთავად ცხადია უპირველესად გულისხმობს სწავლებას წმინდა სამების შესახებ. აქ ჯერ ის უნდა აღვნიშნოთ, რომ ესე იგი მიუხედავად ირინეოსის და ჩვენს მიერ შემდგომ უფრო დეტალურად განსახილველი მოღვაწის, თუმცა ნაწილობრივ ამ მოღვაწეზე ჩვენ უკვე საუბარი გვქონდა, წმინდა თეოფილე ანტიოქიელის თანადროულობისა, ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ ისინი თითქმის ერთდროულად მოღვაწეობდნენ, მცირედი თუ წინარესია თეოფილე და ამ უკანასკნელმა, როგორც აღნიშნავდით, შემოიტანა სწორედ პირველმა ტერმინი სამება, ანუ ტრიას და შესაბამისად ირინეოსის დროისთვის ეს ტერმინი უკვე დაფიქსირებულია, ამის და მიუხედავად საკუთრივ ირინეოსთან ეს ტერმინი ჩვენ არ გვხვდება. არ გვხვდება არც იმ ბერძნულ ფრაგმენტებში, რაც ჩვენამდე მოღწეული, ესე იგი ტერმინი ტრიას, არც იმ ლათინურ თარგმანში, რაც მთლიანად მოიცავს მის შრომას, ტრინიტას და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირინეოსის მიერ ჯერ კიდევ ამ ტერმინის გაზიარებულობა გამოკვეთილი არ გახლავთ. ესეც ალბათ ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია იმისა, რომ არათუ მოძღვრებითად, ამ მოძღვრების ტერმინოლოგიური გამოთქმითაც კი ირინეოსი ერიდება სიახლეს. თუ ეს სიახლე საუკუნეთა მანძილზე არ დადასტურდება. აღნიშნავთ აგრეთვე, რომ გნოსტიკოსებთან კამათის დროს ირინეოსი ჩვეულებრივ ამჯობინებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ძველი და ახალი აღთქმის ღმერთის იგივეობაზე. ჩვენ ადრე გნოსტიციზმთან დაკავშირებით საგანგებოდ მიუთითებდით, რომ ერთ-ერთი ტიპიური ნიშანი, ნიშანდობლივი თვისება გნოსტიციზმისა ეს გახლავთ მკვეთრი გამიჯნოა ძველი აღთქმის ღმერთისა და ახალი აღთქმის ღმერთისა. ისინი თვლიდნენ, რომ ძველ აღთქმაში გამჟღავნებული ღმერთი ესაა ამ სამყაროს ბოროტი დემიურგი, მოშურნე, უკეთური ძალა, იაუ, იალ და ბაოთი, სხვადასხვა სახელებით ცნობილი აქამოთი, ხოლო ახალი აღთქმის ღმერთი ესაა ზეცით მოვლენილი გამომხსნელი, რომელმაც უნდა სძლიოს თითქოს და იმ ძველი აღთქმის ღმერთს. ამიტომ, როდესაც გნოსტიკოსებთან პაექრობას აწარმოებს ირინეოსი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იგი ძველი და ახალი აღთქმის საღვთისმეტყველო განუყოფლობას და ღვთის შესახებ სწავლების იგივეობას წარმოაჩენს, რომ ძველი აღთქმითაც და ახალი აღთქმითაც ერთი და იგივე ღმერთი ცხადდება ჩვენს წინაშე. სამყაროს შემოქმედი და მამა სიტყვისა, ანუ ლოგოსისა, არის ყოვლადწმინდა სამების წიაღში მშობელი ძისა და გამომავლინებელი სულისა და ესაა ერთღმრთეება მამაძე და სული იმ პიროვნული თვითმდგომობით, რომ მამა უშობელია და მიზეზია, ხოლო ძე შობილია, სული გამომავალია და ორივე მიზეზისაგანნი არიან, მამისაგან დამიზეზებნი, ან და მამისაგან მიზეზოვანნი და ეს ერთღმრთეება ყოვლადწმინდა სამებისა გაცხადებულია ძველ აღთქმაშიც და ახალ აღთქმაშიც. ირინეოსი სრულიად აშკარად გამოთქვამს იმას, რომ მამა, ძე და სული მარად არსებულია. დღეისათვის ჩვენთვის თითქოს ეს იმდენად ცხადი და დადგენილი სწავლებაა, რომ ამაზე
რა ყურადღება უნდა ყოფილიყო გამახვილებული. მაგრამ მეორე საუკუნის ვითარება ამგვარი არ გახლავთ, ჩვენ მიუთითებდით კიდეც ადრე, რომ მრავალი ღვთისმეტყველი თვით არაგნოსტიკოსი მართლმადიდებელ მამათა შორის მყოფი ვერა სხვაებდა ერთი მეორისგან ძის, ძეღმერთისა და სულიწმინდის ჰიპოსტას და საერთოდ ჰიპოსტასურობის საკითხი ყოვლადწმინდა სამებაში ბევრისთვის გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო. ანდა ზოგის აზრით ძე ჰიპოსტასურ არსებობას იწყებდა მხოლოდ სამყაროს შექმნისას, როცა ის თითქოს და მამისგან იშვა. ამიტომ აი ასეთ ვითარებაში ირინეოსის ღვაწლი მამის, ძისა და სულიწმინდის მარადმყოფობის შესახებ ყოვლადწმინდა სამების ბუნებით ღმერთობას ასაბუთებდა. ირინეოსი, როდესაც მამის, ძისა და სულის მარადარსებულობას წარმოაჩენს, მკვეთრად მიუთითებს, რომ ისინი არსებობდნენ სამყაროს შექმნამდე. რადგან მისი განმარტებით, თქვათ, შესაქმნის სიტყვები ვქმნეთ კაცი სახედ და ხატად, ეს ერთი თარგმანია, ანდა ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა, როგორც თვით განგვიმარტავს, მიმართულია აი ეს სიტყვები ჰიპოსტასურად მამის მიერ, ჰიპოსტასურად ძისა და სულისადმი. ძესა და სულს ირინეოსი სიმბოლურად უწოდებს ხელებს ღვთისას, რომ მამა ღმერთის ხელნი არიან ძე და სული. აქ ის აზრია გამჟღავნებული, რაც მრავალგზის თქმულა სხვა მოძღვართაგანაც, რომ აზრის შესაქმნის შესახებ მამისგან აღმოცენდება ძის მიერ საქმედ იქცევა და სულიწმინდაში დასრულდება, ანუ განსრულდება. ერთ მოქმედებითობას ყოვლადწმინდა სამებისას, შესაქმნის მიმართ ერთნებიანობას და ამერთინების სამივესგანვე აღსრულებას ირინეოსი არაერთგზის უსვამს ხაზს და კონკრეტულად სულიწმინდასთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ სულიწმინდის ჰიპოსტასურობა ამ დროისათვის ყველაზე პრობლემული გახლდათ, იგი არაერთგზის იმეორებს, რომ სწორედ სულიწმინდაა წინასწარმეტყველთა მობერვა, ანუ შთაგონება და რომ მამა, ძე და სული, როგორც ერთი ღვთის სამი პირი, სრულად ცხადდება გამოსყიდვის წინა განგებაში. და ეს იგივე სამპიროვანი ერთარსება ღვთის, რა თქმა უნდა, გაცხადება. მაგრამ აქვე აღნიშნავთ, რომ ყოვლადწმინდა სამების დოგმაზე ირინეოსთან შედარებით ნაკლები მსჯელობა გვხვდება, უფრო აქცენტირებულია მასთან მეორე დოგმატი, ძეღმერთის განკაცების დოგმატი და ფაქტობრივად ის ცენტრალური სწავლება, რაც ყოველ ნაბიჯზე, ყოველ სიტყვაში, ყოველ ფრაზაში ვლინდება ირინეოსთან, როგორც შემდგომ დავაზუსტებთ, ეს გახლავთ სწავლება შემოკრების შესახებ, თუ რას გულისხმობს ტერმინი შემოკრება თავის საღვთისმეტყველო აზრით შემდგომ ვისაუბრებთ, აი ეს სწავლება საკუთრივ მაცხოვრის განკაცების, ღვთის სიტყვის განკაცების დოგმატთან დაკავშირებით გამოითქმის მისგან უპირველეს ყოვლისა. მაგრამ ჯერ იმას აღვნიშნავთ, რომ საკუთრივ მამა ღმერთისა და ძე ღმერთის ურთიერთობის შესახებ, ჰიპოსტასური ურთიერთობის შესახებ ირინეოსის სწავლება გამოკვეთილად ჩამოყალიბებულია და იგი სრულიად აშკარად მაგალითად ამბობს შემდეგს. თუ კი ვინმე გვეტყვის ჩვენ, როგორ არის რომ ძე გამომდინარეობს მამისაგან, ვეტყვით მას, რომ ეს გამომდინარეობა თუ წარმოშობა, ანუ წარმოთქმა, ანდა გახსნა, ეს ყველა სიმბოლური და ეპითეტური სახელები გახლავთ, ან კიდევ სხვა რამ სახელი, რითაც შეიძლება იწოდოს მისი გამოუთქმელი შობა, აი ეს არავინ უწყის. არც ვალენტინოსმა, ესე იგი ასახელებს აგნოსტიკოსებს, არც მარკიონმა, არც სატურნილმა, არც ბასილიდემ, არც ანგელოზებმა თუ მთავარ ანგელოზებმა, ანდა მთავრობანმა, ანდა ხელმწიფებანმა, არამედ მხოლოდ მისმა მშობელმა მამამ და თვით მან შობილმა ძემ, ამგვარად შობილმა ძემ, ესე იგი, რადგანაც გამოუთქმელია მისი შობა და ვინც კი ცდილობს გამოთქვას მისი შობა, მას დაკარგული აქვს გონება, რადგანაც გამოუთქმელის გამოთქმას ესწრაფვის იგი. ამ სიტყვებში და კიდევ სხვა მონაკვეთებშიც ირინეოსის მითითება იმაზე, რომ ადამიანური ენით გამოთქმა ღვთის წიაღისა შეუძლებელია და მხოლოდ გარკვეულ დონეზეა საწვდომი, აი ეს მდგომარეობა მამისა და ძის ურთიერთობისა ყოვლადწმინდა სამების წიაღში, რამდენადაც ამას ადამიანური გამოთქმა დაიტევს, ირინეოსისგან ასეა გადმოცემული. იგი ამბობს, ამგვარად ძის მიერ, რომელიც არის მამაში და რომელსაც აქვს თავის თავში მამა, ცხადდება ის, რომელიც არის ღმერთი.
ირინეოსის ქრისტოლოგია ეფუძნება მოძღვრებას, როგორც უკვე აღნიშნეთ და ესაა ცენტრალური სწავლება შემოკრების, ანუ ლათინურად რეკაპიტულაციის შესახებ. აქ აღნიშნავთ ასეთ რამეს და ნაწილობრივ ამაზე გვქონდა ჩვენ მსჯელობა, რომ პავლე მოციქულთან გვხვდება ტერმინი ანაკეფალაიოსის, რაც ლათინურად ითარგმნება სწორედ რეკაპიტულაციო და რამდენადაც ირინეოსის ნაშრომის უდიდესი ნაწილი სწორედ ლათინურადაა მოღწეული, შესაბამისად ეს ლათინური ტერმინი ჩვენგან ყურადღება მისაქცევია. ანაკეფალაიოსის ნიშნავს ერთად თავმოყრას, კეფალე გახლავთ თავი. ისევე როგორც რეკაპიტულაციაში კაპიტუმ არის თავი და იქაც თავმოყრას ნიშნავს ეს ტერმინი. რამდენადაც ამ მოძღვრებაში აქცენტია ძեղმერთის მიერ განკაცების ჟამს და განკაცების აღსრულებისას თავის კაცობრიულ ბუნებაში მთელი კაცობრიული ბუნების თავმოყრის შესახებ საკუთრივ ტერმინით თავმოყრა ნაკლებად მისადაგებული გვეჩვენება და აბსოლუტურად დამტევი ბერძნულ-ლათინური ზემოხსენებული ტერმინებისა და ირინეოსის მოძღვრებისა გახლავთ ქართული სიტყვა შემოკრება. ამიტომ ამ ტერმინს ვამჯობინებთ ირინეოსის მოძღვრების ქართულად გამოთქმის ჟამს და კვლავ ხაზგასმით მიუთითებთ, რომ ცენტრალური საღვთისმეტყველო სწავლება მის აღნიშნულ შრომაში ესაა სწავლება შემოკრების შესახებ, რაც გულისხმობს მაცხოვრის იესო ქრისტეს კაცობრიულ ბუნებაში მთელი კაცობრიობის შემოკრებას, გაერთიანებას, თავმოყრას. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს შემოკრება ნიშნავს იმას, რომ ქრისტეში შემოკრებილია ყოველივე დასაბამიდან განკაცებამდე. აი ირინეოსის სიტყვები. როდესაც ხორცი შეისხა სიტყვამ და კაცი გახდა, თავის თავში შემოკრიბა ადამიანთა ხანგრძლივი სერია და კრეფსითად მოგვმადლა ხსნა, რამე თუ რაც დავკარგეთ ადამიანის მიერ, კერძოდ ღვთის ხატად და მსგავსებად ყოფნა, შევიძენთ ქრისტეში. ესე იგი, აქედანაც და სხვა გამონათქვამთაგანაც აშკარად ჩანს, რომ ირინეოსის სწავლებით დაცემული ადამიანის გამოსახსნელად ღმერთი შემოკრებს მთელ კაცობრიობას დასაბამიდან, რომ განაახლოს, აღადგინოს და გარდაქმნას იგი განკაცებულ იესო ქრისტეს კაცობრიული ბუნებისგან განგებულებითი ღვაწლის შედეგად. მაცხოვარი ირინეოსის მიხედვით გახლავთ მეორე ადამი, მთელი კაცობრიობის თავის თავში მომცველი და როგორც ადამმა, კაცობრიობის მომცველმა თავისი დაცემით ყველა მომდევნო ადამიანის ცოდვილობა და დაცემული მდგომარეობა მოიტანა, ასევე ქრისტემ მომცველმა მთელი კაცობრიობისა თავის კაცობრიულ ბუნებაში თავისი ღმრთული აღდგომით, როდესაც მისმა ღმრთებამ, ანუ საღვთო ბუნებამ აღადგინა მისი კაცება, თავისი აღდგომით გამოიხსნა მთელი კაცობრიობა. მთელი კაცობრიობის გამოხსნა, როგორც ადრეც აღვნიშნავს, ეს გულისხმობს კაცობრივი ბუნების გამოხსნას, ანუ ადამიანთათვის გახსნას ცხონების გზისას. ამას ქვია მრავალგზის გამოთქმული ფრაზა მთელი კაცობრიობის გამოხსნა. აქ იგულისხმება არა პიროვნულად ყველა ადამიანის მისი ნების გარეშე მყისიერად ცხონება, არამედ ყველა მათგანისათვის ცხონების შესაძლებლობის მიცემა. თუ მაცხოვრის განკაცებამდე არც ერთი ადამიანისთვის არ არსებობდა შესაძლებლობა ცხონებისა, მაცხოვრის განკაცების შემდეგ აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის შესაძლებელი გახდა ცხონება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ინებებს და იღვაწებს ცხონებისთვის. ადრე ეს შესაძლებლობა დახშული იყო, რადგანაც პირველ ცოდვა და პირველ ცოდვას მოდევნებული აურაცხელი პირადი ცოდვანი კაცობრიობას ცოდვის ბორკილებში ატყვევებდა. მაცხოვარმა გახსნა რა ცოდვათა ნასკვი და შემოსრა პირველ ცოდვა და დასაბამიერი გველი განგმირა, ამის შემდგომ ყველა ადამიანს პიროვნულად გზა გაეხსნა ცხონებისკენ და ეს იგულისხმება, ამას ნიშნავს სწორედ კაცობრივი ბუნების გამოხსნა. მთელი კაცობრიობის გამოხსნა. ირინეოსი გვაუწყებს, ქრისტემ შეაერთა ადამიანი ღმერთთან, რადგანაც თუ კი ადამიანივე არ დაძლევდა ადამიანის მოწინააღმდეგეს, მაშინ სამართლიანად ვერ იძლეოდა მტერი. აქ იგულისხმება და უაღრესად ღრმა სწავლების სახითაა ეს სიტყვები ირინეოსგან თქმული, რომ ადამიანის გამოხსნა ორ აუცილებელ ასპექტს გულისხმობდა. ერთი, რომ ადამიანის შეცოდების გამომსყიდველი ისევ ადამიანის
შთამომავლობითი ხაზის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ადამიანის ცოდვას მხოლოდ ადამიანი თუ გამოიხსნის და არ იქნებოდა სამართლიანი რომ ერთის ცოდვა მეორე არსს გამოიხსნა, თქვათ ადამიანის ცოდვა ანგელოს გამოიხსნა და ეს ყოველად შეუძლებელია, ადამიანმა თავისი ცოდვა თვითონ უნდა გამოისყიდოს, მაგრამ რამდენადაც ადამიანის შთამომავლობაში მისგან ქმნილი პირველ ცოდვით დატყვევებული იყო თვით ჩასახვისთანავე უკლებლივ ყველა შთამომავალი, შესაბამისად ადამიანის გენეტიკურ ხაზში შეუძლებელი იყო აღმოჩენილიყო ვინმე იმგვარე, ვინც პირველ მამის ცოდვას გამოიხსნიდა, რადგანაც თვით ისიც ჩასახვითვე აი ამ ცოდვისგან იყო ბორკილ დადებული. შესაბამისად ადამიანის ცოდვის გამომსყიდველი ადამიანური ბუნებისა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყოვლად უცოდველი. ამიტომ ხდება ამგვარი სასწაული, რომ ადამიანი ხდება, ანუ ადამიანური ბუნებისა ხდება. ჩვენ როცა ვამბობთ გამონათქვამს ადამიანი ხდება, თუ ამაში ყოველთვის არ ჩავდებთ იმ შინაარს, რომ ადამიანი აქ ადამიანურ ბუნებას გულისხმობს და არა პიროვნულად ადამიანს, მაშინ ნესტორიანიზმის გაუკუღმართებამდე მივალთ. როცა ვამბობთ, რომ მაცხოვარი ადამიანი გახდა, ეს სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ღმერთ ჰიპოსტასმა, ღმერთ პიროვნებამ, ძეღმერთმა, რომელსაც განგაცებამდე მხოლოდ საღვთო ბუნება ჰქონდა, მიიღო აგრეთვე ადამიანური ბუნება. აი ესაა განგაცება და ეს ადამიანური ბუნების მიღება საეკლესიო ღვთისმეტყველთა მიერ ძალიან ხშირად ითქმის, რომ მან ადამიანი მიიღო, ადამიანობა მიიღო, ადამიანი გახდა და ტერმინი ადამიანი ყველა ასეთ შემთხვევაში ბუნებითი ტერმინი, ანუ ადამიანურ ბუნებას აღნიშნავს და არანაირად ადამიანურ პიროვნებას. ამჯერადაც ვამბობთ რა, რომ მაცხოვარმა შეერთა ადამიანი ღმერთთან, არ იგულისხმება ის, რომ მან პიროვნულად რომელიმე ადამიანი, რომელშიც ასე ვთქვათ, როგორც ნესტორიანელები ასწავლიდნენ, თვით ჩაისახა და თვით განსხეულდა და თვით შთამკვიდრდა, თითქოს ის შეერთა ღმერთთან და სხვა. არამედ ადამიანური ბუნება შეაერთა ღმერთთან, ხოლო ყველა პიროვნება იმდენად არის მაცხოვრის განგაცებით შეერთებული ღმერთთან, რამდენადაც თვით საკუთარი პიროვნული არჩევანით ამას ინებებს და ამისთვის იღვაწებს. ანუ შესაძლებლობა ღმერთთან შეერთებისა მაცხოვრის განგაცების შემდეგ ყველას აქვს მიცემული. და ეს შეერთება აღსრულდა იმით, რომ პირველ რიგში ადამიანური მოდგმის და შთამომავლობის გზით გადაცემული კაცობრივი ბუნების მიმღები გახდა იგი, მაგრამ გახდა მიმღები ის, ვინც ყოვლად უცოდველია, შესაბამისად მისგან აღსრულებულ გამოხსნას უმტკიცესი საფუძველი აქვს, რადგანაც გამომხსნელში არა თუ მხოლოდ უცოდველობა გვაქვს, ესე იგი არა თუ მხოლოდ ცოდვილიანობაა წარხოცილი, არამედ წარხოცილია ცოდვის ოდნავი შესაძლებლობაც კი, ხოლო ცოდვის შესაძლებლობა თვით ანგელოზთა შორისაც როგორც ქმნილებებში რა თქმა უნდა არსებობს. ამიტომ რადგან აღსრულება ადამიანის გამოგხსნა ყოვლად მტკიცე უნდა ყოფილიყო, შესაბამისად ადამიანური ბუნების მიმღები გახდა ყოვლად უცოდველი. ანუ ის, ვისშიც ცოდვილიანობის არათუ აჩრდილი, არამედ ცოდვილიანობის შესაძლებლობის აჩრდილიც კი არსად იყო. ჩვენ დროებით აქ შევჩერდებით, გმადლობთ ყურადღებისათვის.